გამარჯობათ, მოგესალმებით. საქართველოში მოკლედ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში ქართველი ხალხის დამონების კიდევ სხვადასხვა ეტაპები მიმდინარეობს, რომ მაქსიმალურად დამოკიდებულები გახადოთ ხალხის სისტემაზე, სისტემურ მიდგომაზე და ხალხმა ინდივიდუალურად თვითონ ვერაფერი ვერ გადაწყვიტოს თავისი პირადი საკუთრებაში არსებული მიწა იქნება, სახლი იქნება, თუ რა იქნება, თუ როგორ იქნება. მოკლედ მიიღეს ახალი კანონი, რომელიც შეეხება სიტუაციას, როდესაც მე ვენახეს უკვე სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, მას ვენახის მოყვანა რეალიზაცია და შემდეგ მოყვანილი მოსავლის ჩაბარება აღარ შეუძლია. იმაში რა ქვია ქარხნებში, თუ კი უზენაესმა ბიძინა ივანიშვილმა არინება ეს ყველაფერი და შესაბამისად გამოდის ისე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გლეხი არის. მე ვარ მოხმარებელი ყურძნის, ყიდულობ ყოველ სეზონზე და ჩემი ხელით ვკრიფავ ვენახში, ჩემი ხელით შევდივარ და იმ რეალობას ვიჯახები, რა რეალობის წინაშეც განახოლმე გლეხები, ყველა პრობლემას ვისმენ, ყველა მათ გასაჭირს ვისმენ, რა დონის სიძნელებთან არის ზოგადად დაკავშირებული, როდესაც მე ვენახი ხარ და მისი მოვლა, მისი მოყვანა და სეტყვისგან არავინ არ არის დაზღვეული და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში, როდესაც შეიძლება მოსავალი გაგიფუჭდეს, ჩაიბარონ კაპიკებში. როცა გაქვს დახარჯული ათეულობით 1000 ლარი, თუ კი გაქვს რამოდენიმე იჯარით აღებული ჰექტრობით მიწები ეგეც და გაშენებას აპირებ იმას მიწებზე ყურძენს და შეიძლება როდესაც მოდიოდა ხოლმე მოდის ჩაბარების სეზონი, თუ კი დასეტყვილია შენი ყურძენი, თუ კი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის და დაბალშაქრიანი არის და ასე შემდეგ, მისი ფასი საერთოდ უფასურდება და გლეხი რჩება ფაქტიურად მოგების გარეშე და რაც ჩადო შრომა, თანხა, პული, თავისი ჯაფა და ყველაფერი მაგასაც კი ვეღარ იღებს და ამის საპირწონედ, რომ ეს ყველაფერი გამოესწორებინათ და სუბსიდია გაეკეთებინათ გლეხების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ცოტა კმაყოფილები რაღაცა გარკვეულ დონეზე და ფასი აეწია მეღვინო იმაში რა ქვია ჩაბარების როცა გლეხი ჩააბარებდა ქარხანაში, ამის მაგივრად პირიქით გლეხებს საერთოდ შეუჩერეს, უთხრეს, რომ ჩვენ გარეშე უკვე ვეღარ ჩააბარებთ, ჩვენ თუ ნება არ მოგეცით და ჩვენ თუ უკვე არ გითხარით, რომ კი ბატონო ნებას გაძლევ, რომ იმას საქმე რა ქვია გააშენო ვენახი და ასე შემდეგ. შეფუთული არის შემდეგნაირად თვითონ და ხარისხიანი უნდა იყოსო და აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ამ კანონ პროექტს მაგიტო ვიღებთო და რაღაც გარკვეული მოთხოვნები არის, რომელიც სავარაუდოდ გეოდეზისტმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ეს უნდა დაიწეროს და ეს მთლიანად პროექტები უნდა შევიდეს მერე ვიღაცა მაგ სახელმწიფო წარმომადგენლებთან, ვინებმაც უნდა განიხილონ და ვინებმაც უნდა დაართონ ნება, რომ კი ბატონო შეგიძლიათ ჩააბაროთ და ასე შემდეგ. რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს ხალხო, მე არ მესმის, ესეთი მონური დამონება ხალხის საქართველოში, მე უკვე რაღა უნდა მოხდეს ამისთან. ტაქსები იყო, ხალხს ლიცენზიები დაურიგეს ვითომ და ლიცენზიებსო რო გაყიდით მილიონერები გახდებითო და ლიცენზიები ხო დაურიგეს და შესაბამისად იმ ლიცენზიაში, საკუთარ ლიცენზიაში ყოველ თვიურად დაუდგინეს გადასახადი 3 ლარი თუ 5 ლარი თუ რაღაც გარკვეული თანხები. თუ კი შენ მანქანა ხარ აკყავს ტაქსის ამბავში, სიოთ არხეული ყოველ თვეში იხდი 90 ლარს. ვერ გადაიხდი, მიდიხარ უკვე საურავი, ჯარიმა, სახლის დაყადაღება, ისა, ესა მთელი ამბები და ასე შემდეგ. ვინ უზენი
ნება გაქვს იმისი, რომ აი ეს ლიცენზია გამართო და მიაბა რაღაცა მანქანას, რომ მაგ ხელა არც ლიცენზია დაკარგო, არც ჯარიმი შეწახვიდე და ასე შემდეგ. ანალოგიური საკითხი უდგათ ახლა გლეხებს. რა უნდა ქნან ამ ხალხს? მე ძალიან მიკვირს და ძალიან მიკვირს იმ ხალხის პოზიცია, არა უშავს მე რა თავრობა მუშაობს, ყველაფერს კარგს აკეთებს, ნუ გეშინიათ ხალხო, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩემი აზრით, აი ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა გლეხებზე არის მიმართული და ამ მევენახეობას შეეხება, ჩემის აზრით, ჩემი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას და არის იმიტომ, რომ როდესაც გლეხებს ყოველთვის ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც გლეხები რა პროტესტს გამოთქვამდნენ ხოლმე თუნდაც ღვინის ჩაბარებასთან, იმის ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რომ ქარხნებმა ტარიფები გაზარდონ, თუნდაც სუბსიდირებასთან დაკავშირებით, თუნდაც დაგვესეთყვა ვენახი ხალხო, რა გავაკეთოთ, რამეში დაგვეხმარეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გლეხების ესეთი პრობლემები და პრეტენზიები რო ვეღარ გადაწყვიტეს უკვე ამათმა, მოიგონეს შესაბამისი უკვე ახალი რაღაცა რა, რომ ეხლა აგერ ხალხო, თქვენ უნდა მოგცეთ ჩვენ ნებართვა, რომ იმას აქნათ დარეგისტრირდეთ, როგორც მევენახეები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენი ნებართვის საფუძველზე დაიწყოთ ღვინის და ყურძნის რეალიზაცია. всё, ეგ არის, მეტი სხვა არაფერი და ვინც კი ამ თემაში ახლო იმაში ვერ მოყვება და ვერ მიიღებს ამ ლიცენზიას და ვისაც ჰექტრობით მიწები აქვს იჯარით აღებული და შეიძლება იმ ადამიანმა ვერ მიიღოს ეს ლიცენზია, შესაბამისად იმ ადამიანის ეს იჯარით ჰექტრობით აღებული მიწები უკვე წყალში იყრება. აი არ მინდა ვიგინო, მაგრამ რატო ვაკეთებთ ისე, რომ ხალხს ყელში ამოასხეს? ყელში რატო უსხავთ ამ ადამიანებს, ბიჭო? გლეხებისგან რა გინდათ? თქვენ ვირიშვილებო, რა გინდათ? მითხარი ამ ხალხისგან რა გინდათ, რომ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თლიანად საქართველოში არის მეღვინეობა, მევენახეობა, ყურძენი და ამაზე ძვირფასი რამე არ არსებობს ქვეყანაში, სხვა რამეებს კიდე თუ არ პირველი არის ჩვენი მეღვინეობა, მევენახეობა ისტორიულად მოგდეს ეს ყოველდღე. ამაშიც კი ზღუდავთ ბიჭო ხალხს. თქვენ სულ გარეკეთ, ხო? სულ გააფრინეთ არ ვიცი, აი სადამდე უნდა მიიყვანონ ეს ერის, რახა უნდა მოხდეს, რომ ხალხმა რაღაცა მერე ხმა ამოიღოს და იმასაკეთოს რა. რომ ეს ყველაფერი მერე გააპროტესტოს, ყელში ამოასხას რაღაცა და იქ რაღაც გარკვეულ კონდიციონს. ყოველდღე ქართველი ადამიანი მიდის დამონებისთვის. ყოველ დღე მიდის ამ სიტუაციაში. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება საბოლოო ჯამში. რა როგორ მოგვარდება ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, დამონებისკენ მიდის ქართველი ხალხი. ეგ არის.